მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთადოლიძე ვარ. ნარკო დანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულო ცნო. განაჩენი დღეს გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დაკავებული 22 წლის აბრამოვი 8 თვე იყო ციხეში, წინასწარ პატიმრობაში. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. პოლიციელების ჩვენებები არ არის პრეზუმფცია და არ შეიძლება მათი ჩვენებების ერთმნიშვნელოვნად გააზიარება, განაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. თედო აბრამოვის საქმეში მისი ადვოკატის შეფასებით არ არსებობდა არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება და ბრალდება სრულად პოლიციელების ჩვენებას ეფუძნებოდა. ძალიან მაგრად მენატრები. კარგი რა დედა. მენატრები რომელია დედა, მენატრები რომელია? გული ხაჩენდე. საბერძნეთიდან ემიგრაციაში მიყოფება. გასო დაბრუნდი დარბაზში. სხვაად რა გიდან ხვდა, თუმცა შეგძინა მაინც იგივე მქონდა. არ ვიცოდი რას მოველოდო, რას ვიგზნობდი, რა ბედი მეწეოდა, თუმცა ხედავთ მეგობრებო თქვენთან ერთად თვალისეო. მიზანი ალბათ დასჯა, რამის ჩვენება, რომ აგერ თუ არ გაჩვენდებით, ესეთი რაღაც გელუდებათ. მოკლედ უკვდავის სიმართლე კი დადგინდა დღეს ამ დარბაზში მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სხვას ვერც მიიღებდა ფიზიკურად. მე ვინ ვარო, ვინმე გავიკითხო, მაპირიქით მადლობელი ვარ, დღეს თავისუფალი ვარ, დადგინდა სიმართლე. დანარჩენს იქ რას დავეძებ, ანუ გამოსაწორებელია მთლიანი სისტემა და საშუალია მთელ ქვეყანას. მარტო ერთი ვერ შევძლებ ხების გადადგმას, თუმცა ყველა ერთად ბრძოლაში რაღაცას შევცვლით, მე მაგის იმედი მაქვს. გულწრფელად გეტყვით, რომ მე ველოდი ამ გადაწყვეტილებას, იქიდან გამომდინარე, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები რეალურად იყო გაყალბებული და ჩვენც, რა თქმა უნდა, ანალიზი შეგვიძლია და ამ საქმის ანალიზიდან გამომდინარე, იმდენი დარღვევა იყო ფაქტიურად სამართალდამცავების მხრიდან, სურჩვენების მიცემა გამოიკვეთა სასამართლოზე, ანუ ფაქტები იყო ერთმანეთის საწინააღმდეგო და ვარაუდობდით, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლოს და კარგია რომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. მონაწილე პარტიები 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის უკვე ემზადებიან. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით პარტიების რეგისტრაცია დასრულდა. როგორც გაირკვა, ცესკოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 17 პარტიამ მიმართა. მათგან კი 3-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები. მონაწილე პარტიების ჩამონათვალი საარჩევნო ნომრების მიხედვით ასე გამოიყურება. კონსერვატორები საქართველოსთვის 3 ნომერი, მამული ენასარწმუნოება, სახალხო ხელისუფლება, ძლიერი საქართველო ლელო, გახარია საქართველოსთვის, ქართული ოცნება, გირჩი, საქართველო, მემარცხენე ალიანსი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ქართველ ერთობა, მწვანეთა პარტია, ჩვენი გაერთიანებული საქართველო, თავისუფალი საქართველო. საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად მიმართა 17 პოლიტიკურმა გაერთიანებამ. საარჩევნო ადმინისტრაციამ განიხილა ყველა შემოსული განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია და 14 საარჩევნო სუბიექტი დაარეგისტრირა ამ არჩევნებისთვის, ხოლო 3 პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰქონდა შემოტანილი განაცხადი, რეგისტრაცია ვერ გაიარა, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის გვეყოლა 14 საარჩევნო სუბიექტი. შემდეგი ნაბიჯი გახლავთ პარტიული სიების წარდგენა, ასევე მაჟორიტარების და მერობის კანდიდატების წარდგენა შესაბამის საარჩევნო კომისიებში, რომელთა ბოლოვადა გახლავთ 4 სექტემბერი. ასევე საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის წესები და ამასთან დაკავშირებით არსებული სიახლეები განმარტა. ცესკოს ცნობით საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს თითოეული მუნიციპალიტეტისთვის მერობის თითო კანდიდატი წარადგინოს. ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი. საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციით ვიწყებთ ჩვენ და მათ არჩევნებამდე არაუგვიანეს 57 დღისა და ჩვენ შემთხვევაში 18 აგვისტო იქნება ეს უნდა მომართონ საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის მიზნით, შემდეგ მათ გადაიცემათ ცესკოს მიერ მიღებული ამომრჩეველთა ბლანკები, რომელიც უნდა შეავსონ და არაუგვიანეს მე-40 დღისა 25 აგვისტო გამოდის, უნდა დაგვიბრუნონ ჩვენ და ამის შემდეგ მოხდება მოკლედ საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია და მათი წარმოქმნილი კანდიდატების რეგისტრაციაში გატარება. რაც შეეხება პარტიებს სურვილი შემთხვევაში მათ
უფლება აქვთ არჩევნებამდე არ აუგვიანეს 30 დღისა წარმოადგენენ როგორც პარტიული სია, აგრეთვე მერობის კანდიდატები. გურიის რეგიონში მერობის კანდიდატები ჯერჯერობით მხოლოდ ქართულმა ოცნებამ დაასახელა. გურიაში მოქმედ მერს ალექსანდრე სარიშვილს წარმოადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება წარმატებული ლექტორი და მენეჯერი ბაატა გუნჯულია, ხოლო ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე მინდია ჟღერია. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი კანდიდატები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ წარსადგენად პარტიებს დრო 4 სექტემბრამდე აქვთ. საინიციატივო ჯგუფებს კი 25 აგვისტომდე. 6 არასამთავრობო ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს წერილს ეხმაურება. მათი ინფორმაციით საუბარია 11 აგვისტოს ბიუროსგან მიღებულ დოკუმენტზე, რომლითაც უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავებიან და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით მოთხოვნის მიუხედავად ისინი უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად დარეგისტრირებას არ აპირებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფარა სტანდარტებით მათ რეგისტრაცია არ ეკუთვნით. ისინი ბიუროსთვის ოფიციალური პასუხის გაგზავნას მომავალ კვირაში გეგმავენ და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებასაც აანონსებენ. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესებს. ამერიკული ფარა სტანდარტით, რომლის ასლიც არის თითქოს ეს კანონი, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილი კუპრაშვილის ბიუროს ჩვენ შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტაციას გავუგზავნით. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს. მათ გადაწყვიტეს აქტიური დამოუკიდებელი ორგანიზაციების წინააღმდეგ პირველ რიგში დევნის დაწყება. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ფარას შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ორგანიზაციების სახელმძღვანელების წინააღმდეგ და შეიძლება ითქვას, რომ რუსული ლოგიკით აღსრულებული ფარა იქნება კიდევ უფრო მძიმე და რეპრესიული კანონი. ჩვენ მრავალი წელია ვემსახურებით კონკრეტული ჯგუფებისთვის სამართლიანი, თანასწორი, უსაფრთხო გარემოს შექმნას. და ამავდროულად ჩვენ გვყავს მრავალი მხარდაჭერა და შეუძლებელია ვთქვათ, რომ ჩვენ რომელიმე კონკრეტული უცხოური ძალის ინტერესზე ვართ მიღმული. დაახლოებით 400-მდე NGO დარეგისტრირდა გამჭვირვალობის რეესტრში, ვინაიდან მათ დასამალი არაფერი არ აქვს. თუმცა სამწუხაროდ არსებობს ჩვენთან ისეთი NGO ორგანიზაციები, რომლებსაც ჩვენ ეგრეთ წოდებულ მდიდარ NGO-ებს ვეძახით, ქალბატონი გიგაური, ლომჯარია, მაქარაშვილი, ტატარეია და ასე შემდეგ, რომლებიც მხოლოდ მავნებლობას ეწევიან ჩვენს ქვეყანაში. ისინი თავიდან ბოლომდე ემსახურებიან თავიანთ გარე უფროსებს, ზღვარი წაშლილი არის მათსა და კოლექტიურ ნაცმოძრაობას შორის, ჩვეულებრივად ამ პარტიის დანაყოფს წარმოადგენენ და წლების განმავლობაში რო გადავხედოთ, რა საქმიანობას ეწეოდნენ ისინი, ხო? მხოლოდ რევოლუციური სცენარების რაღაცა დადგმა, მაშინ მონაწილეობა, ჩვენი იდენტობისთვის აბსოლუტურად საპირისპირო პროპაგანდის თავსმოხვევა. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე. მათ შორის არიან იორდანიის, ეგვიპტის, პაკისტანის, ინდოეთის და თურქეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვეს, რეალიზაციის მომზადების და რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე მის მიერ მითითებული ადგილებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, მეტადონი ნივთმტკიცება გამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.